რა თქმა უნდა, შესაძლებელია რადიატორის გამორთვა კონკრეტული პირობის გათვალისწინებით. მაგალითად, თუ არ გჭირდება საძინებელში რადიატორი, შეგვიძლია გამორთოთ, ოღონდ კარი გამოვხუროთ. თუ ჩვენ კარს არ გამოვხურავთ, ესეთ დროს სხვა რადიატორის ხარჯზე კონკრეტული ოთახის გასათბობად მეტ ძალისხმევას ანდომებს გათბობის ქვაბი და შესაბამისად ხარჯი იზრდება. შედარებით თბილ ამინდებში თუ ჩვენ გათბობას გავთიშავთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ კონკრეტული ტემპერატურის დიაპაზონები. ტემპერატურა თუ გვაქვს სახლში მაგალითად 23 გრადუსი და ჩვენ თბილ ამინდში გათბობას გავთიშავთ, ესეთ დროს შევეცადოთ 23 გრადუსიდან ყველაზე დაბალი ტემპერატურა 18-17 გრადუსზე დავიყვანოთ. თუ ჩვენ 23 გრადუსიდან 10 გრადუსამდე დავიყვანოთ ტემპერატურას, ესეთ დროს გათბობის ქვაბი ამ ტემპერატურის ასანაზღაურებლად როცა ჩავთავთ, გაცილებით დიდ დროს მოანდომებს და ხარჯი გაცილებით გაგვეზრდება. თუ ჩვენ ამ პირობას დავიცავთ, გათბობის ქვაბს არანაირი ზიანს არ მივაყენებთ. თუ სახლიდან გავდივართ რამოდენიმე ხნით, სასურველია გათბობის სისტემა დავიცვათ გაყინვის. თუ გათბობის ქვაბი გარეთ გვაქვს დამონტაჟებული, კარგად შეფუთვასთან ერთად სასურველია შევიქმნათ +5 გრადუსი ტემპერატურა, რაც ტექნიკურ ინფორმაციაში წერია. ასევე როგორც ვიცით, გაყინვისგან დაზიანებულ გათბობის ქვაბზე გარანტია არ ვრცელდება.